დღეს მსვლელობა გამართეს იმ ადამიანებმა, რომელთა წყალობით დღეს ჩვენს მაყურებლებს აქვს სახლში შუქი და ისინი უყურებენ ახლა ჩვენს ეთერს. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე დასავლეთმა ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქეს ქონოდა შუქი და საქართველოს ქალაქები განათებული ყოფილიყო, ხოლო მათ გარეშე შესაძლოა ახლა ჩვენ ისევ სიბნელეში მოგვწეოდა ცხოვრება, ამიტომ დასავლეთის გარეშე იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს თავის რუსულ კურსს, შესაძლოა ისევ იმ პერიოდში მოგვიწიოს დაბრუნება. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ამიტომ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და უკეთესი მომავლისთვის დასავლური გზით სიარული. აქ ეხლა ვარ ჩემი შვილების მომავლისთვის. ოღონდ გულწრფელად ვიზახი ამას რა. მე ვერ ხედავ ჩემი შვილების მომავალს სადღაც ბნელეთში და სადღაც რუსეთშია. მე ვიცი რომ ჩემი შვილებმა, მე მინდა რომ ჩემი შვილებმა იცხოვრონ განლაგებულ, გაწყინებულ და კაიქ საზოგადოებაში, რომელიც მოგცემს მხოლოდ და მხოლოდ ევროპა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას უნდა ევროპა. როგორც კი დაუბრუნებით ევროპისკენ ინტეგრაციის გზას, ეს ყველა მოლოდინები, ეს სიკეთეები, რაც ევროპულს ჩვენ ველოდებით, ეს ყველაფერი უფრო სწრაფად აისახება და უფრო მეტი სიკეთე და დოლად შეიქმნება ქვეყანაში. ამის დაშვება, რომ აქედან მოხდეს გადახვევა, ამის შემცირება, ეს არ უნდა დავუშვათ. თორე ქვეყანა წავა სავარაუდოდ უკან, იმიტომ რომ უკვე ვხედავთ ნათლად რა ხდება, ხო? ჩვენი მეგობრები, ჩვენი პარტნიორების მიერ დასანქცირებულ ხალხს აგერ ეძახიან გმირებს, აწინაურებენ. ეს არის ცუდი მაგალითი. ჩვენი კოლეგებისთვის სათქმელი ის არის, რომ უნდა ყველა ერთად დავდგეთ. გამოვიდეთ მაქსიმალურად, ყველამ დააფიქსიროს თავისი აზრი. ჩვენი კოლეგებში ბევრია, რომელიც მერყეობს, ვერ ბედავს გამოსვლას და მოუწოდებს სოფელას, რომ გამოვიდეს, ღიად დააფიქსიროს თავისი საპროტესტო განწყობა. აი ეს არის ჩემი მოწოდება მათთან. ენერგეტიკოსები უერთდებიან აქციის მონაწილეების საერთო მოთხოვნას. ისინი ამბობენ, რომ უნდა განთავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები და უნდა ჩაენიშნოს ხელახალი არჩევნები.